მოკლედ თქვენ და გამაგიჟოთ მე. შვილო, პროფესიის არჩევაში ჯარისკაცი რატოდაწერე. საიდან მოიტანე ეგ სისულელები? ეს მოდავს საერთოდ ვერ გავიგე ვერაფერი რა. მე ჯარისკაცი მინდა ვიყო. კი, იქნები. ექიმი გამოხარ მეტი და გამოხარ კიდევაც. ეს სავალდებულოში წავალ. მე სამხედრო აკადემიაში ვისწავლე. კი, წახვალ, როგორც შენ იტყვი, გააკეთებ იმას, რასაც მე გეტყვი და მიყვები ჩემ დაგეგმილ გზას. არ მინდა ექიმობა. არც ვისწავლე. სამხედრო ოფიცერი მინდა გავხდე და გავხდები კიდეც. ოჩა, არ ვარ ჯარისკაცი, გენერლობაზე რომ არ ეცნებოდეს. შენ გაჩვენდი საერთოდ. შვილო, მომისმენე. აი, რა ჯობია კარგი ექიმი რომ იქნები. სამსახური გექნება, კაბინეტი, ავადმყოფები გეყოლება, მეტი რაღა გინდა, ხო? სიცხიანები, გრიპიანები, შემოსავალი გექნება, ნუ იტყვი. რატო ატლიკინებ შენ საერთოდ მითხარი, ხა? დედა გიორგი უკვე 17 წლისაა, მას აქვს უფლება თვითონ აერჩიოს თავის და პროფესიას. შენ ვინ კითხავს უმამის არჩევანს? მაგის არჩევანში შენ სხვა ხარ, დედა. მოკლედ დედა, მე ვიქნები ჯარისკაცი, ვიქნები. არა შვილო, შენ მომკლავ მე რა. არა დედა, ყველა კაცმა უნდა გაიარო სამხედრო სამსახური. მეც გავიდი. მე საქართველოს ყველა მოქალაქე ვარდებულია სამშობლო დაიცვას. მე შენ რა მითხარი? ვერა საქართველოს მოქალაქე არ ვარ? თუ ჩამართული მოქალაქეო. რა ადვოკატივით მელაპარაკები შვილო, რა არის? დედა, მამა მოიტანა სახში კონსტიტუცია. უნდა წაგეკითხო. აი, წაიკითხე და მე მიხვდები. რა არის ეს მოიხთ? ყველას აქვს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. თავი მეორე მოხდმეთებს. და თანები გიორგის თავი გააკეთოს რაც უნდა. მე ხო ვიარე შენი მკვლელი გზით და რა გინდა რომ ახლა გიორგი მეც იგივე გზა გაიაროს? არა შვილო, თქვენ მომკლავ